თქვენს როლს სახედავთ ამ პროცესში იმის გათვალისწინებით რომ ხართ რამდენიმე წლის წინ მეთქოდი რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერი თქო მაგრამ ახლა იგი აღარ ვამბობ ისე იმ ადამიანებმა გადაგისწრეს ვინც შენ გაუშვი პარტიიდან სხვათა შორის აი რომელი მათემატიკით ბიზნეს მათემატიკით ხო შეძლო ასე თვლიდნენ ადამიანები ზუსტი დათვლა შეიძლება არ იყოს მაგრამ პროპორციები ნამდვილად ზუსტი იქნება კი ბატონო არ შევდივარ მაგკამათში მარტო იმის გამო ჩემი აზრით დღევანდელ რეალობაში უბრალოდ პოლიტიკა არ არსებობს ქვეყანაში პარტიების არსებობს მნიშვნელობა აქვს მაშინ როცა არჩევნები ტარდება და კონკურენცია და შესაძლებელია რომ მაშინ მონაწილეობა მიიღო როცა პარტია პოლიტიკა მკვდარია დემოკრატია არ არსებობს ამ ქვეყანაში არჩევნები არ არის ამ დროს მე მგონია რომ ყველაზე დიდი პარტია მართლა ყოველგვარი სადღერძელოს და პათეტიკების გარეშე არის ჩვენი ქვეყანა მაგალითად მიკვირს ხოლმე გარკვეულ ზოგადად ბანერებზე რო შეხედან და აი ჩემი ბანერი უნდა გამოჩნდეს მე მაგალითად არანორმალურად მეჩვენება იმ პირობებში როცა მიშას ბანერები უნდა იყოს ვამბობთ მეტყველებთ ანუ რას გულისხმობ მიშას ბანერთან და მე დღის წინ რო იყო ამბავი ხა ხო იცით რაზეც ვამბობ ანუ რა რომ ანუ პოლიტპატიმრის ბანერი თუ უჭირავს იმას ამაზე უნდა ვიკამათო და ვიჩხუბოთ მე პოლიტპატიმარზეც მაგრამ ჩემი აზრი არის ასეთი რომ დღეს ქვეყანაში არის პოლიტიკა დღეს ქვეყანაში არის დემოკრატია დღეს ქვეყანაში არის არჩევნები ასე დროს პოლიტიკური პარტიის ლიდერია ვინმე ან ზოგადად ვინმე ლიდერია ცოტა მე მაგალითად მეხამუშება ამ სიტყვათა წყობა და მიმაჩნია რომ მაგალითად ლიდერები არიან დღეს ის ადამიანები რომლებიც ჩვენ და სამწუხაროდ ციხეში ჩასვა რეჟიმმა მაგალითად მე ქალბატონი მზია ამაღლობელი ლიდერად მიმაჩნია იმიტომ რომ მან რაღაცა უკომპრომისობაც აჩვენა მათ შორის მას ხომ შეიძლება რაღაც გარკვეული რაღაც აღიარება გაეკეთებინა პირობითად ვამბობ და იცი რა თავისუფლად მოეპოებინა ეს არ გააკეთა ბევრმა ასევე ახალგაზრდა თუ არა ახალგაზრდა ადამიანმა რომელიც დღეს არის საპატიმროში ამიტომ მე არ მიმაჩნია რომ ვინმე უფრო ლიდერია და ვინმე უფრო ნაკლები